ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მცხეთა მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც საქმის ახალ დეტალებზეა საუბარი. პირდაპირ ეთერში ახლა ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი გვერდება. თამარ, კონკრეტულად რა ახალი დეტალები გამოიკვეთა? ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზეა საუბარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცეზარ ჩოჩელს როგორც საჯარო მოხელის კანონი უკრძალავდა სამეწარმეო საქმიანობას, ის ფაქტობრივად მართავდა შპს New Energy-ს, რომელსაც ეხმარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელებისთვის კონტრაქტების გაფორმებაში და ამ გზით იზღებულობდა უკანონო შემოსავალს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით 5.421.845 ლარი შეადგინა. განცხადების მიხედვით 2009 წელს ცეზარ ჩოჩელის დავალებით შპს New Energy-ს უნდა გადაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული თანხა შპს ბერტას ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი, თუმცა გამოძიების ინფორმაციით შპს ბერტას თავად ჩოჩელი ხელმძღვანელობდა. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ცეზარ ჩოჩელის დავალება შეასრულა შპს New Energy-მ და ბერტას ანგარიშზე გადარიცხა 5.360.000 ლარი. ასევე განცხადების მიხედვით 2010 წელს ცეზარ ჩოჩელის დავალებით შპს New Energy-მ თურქეთში შეისყიდა საჩოქბურთო და საკალათბურთო მოედნებისთვის მოსაწყობი მასალა, რომელიც თბილისში ჩამოტანის შემდეგ დამონტაჟებული იქნა მისი მეუღლის სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელ სახლში სოფელ დიღომში. გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელის უკანონო შემოსავალმა შეადგინა 5.421.845 ლარი, რომლისთვის კანონიერი სახის მიცემას ჩოჩელი ცდილობდა ფულის გათეთრების გზით. როგორც უკვე ცნობილია, ჩოჩელს ბრალი წარედგინა 327 და 194 მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ ჩარევას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს. ადვოკატების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ ცეზარ ჩოჩელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თუმცა რას მოითხოვს ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიება ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატები გეგმავენ სასამართლო პროცესზე დააყენონ შუამდგომლობა, რომ ცეზარ ჩოჩელს აღკვეთის ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდოს. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რომელ საათზეა დაგეგმილი სასამართლო პროცესი. დიდი მადლობა თამარ, ჩვენ კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი გვერდებოდა.